შუადღემშვიდობის მოგესალმებით ყველას. შესრულდა 2:30 და ტრადიციულად პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა შუადღე ერთსულოვნებაზე. პროგრამას როგორც ყოველთვის იაბედოიძე გავუძღვები. თქვენთან ერთად როგორც ყოველთვის სიამოვნებით გავატარებ შუადღეს და შევეცდები საინტერესო და შინაარსიანი თემებით დატვირთული პროგრამა შემოგთავაზოთ. მართლმადიდებელი მრევლი მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისთვის მარხვითა და ლოცვით ემზადება. ჩვენ მარხვის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მარხვის სულიერ მხარეზე არაერთხელ გვესაუბრია. დღეს გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა, ისევ დაუბრუნდეთ ამ თემას, იმიტომ რომ არის დიდი მარხვა, ვემზადებით მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ მარხვის მნიშვნელობა მოზარდ თაობაში. ეს თემა შევარჩიეთ სასაუბროდ და შევიტყობთ თუ როგორ და რომელი ასაკიდან შეიძლება მოზარდმა დაიწყოს მარხვა. კვების რაციონი და მარხვის ასევე სულიერი მხარე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მარხვა ბუნებრივია სულიერი მხარის გარეშე გამოვა მხოლოდ დიეტა. ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა ივანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე. მამა კონსტანტინე არის ღვთისმეტყველების მაგისტრი, ექიმი, პედიატრი და სწორედ კვების რაციონთან დაკავშირებითაც უფრო ვთქვათ გვესაუბრება. მამას მივესალმებით, მადლობთ მოგზაურობისთვის დაგვრჩით. დაგლოცოთ ღმერთმა და გილოცოთ იმას, რომ მარხვა დადგა და გისურვებთ მარხვა სინონიმის და აღდგომა სიხარულისას. დიდი მადლობა, მამა. ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობამდე უნდა დაიწყოს, წერს ბერი პაისი ათონელი და ჩვენ ვიცით, რომ როგორც სასულიერო პირები, ასევე მედიკოსები, ფსიქოლოგები ამბობენ და თანხმდებიან იმაზე, რომ ზოგადად ორსულობის მდგომარეობა, რასაც პრენატალური მდგომარეობა ქვია, მომავალში უკვე ადამიანის ფსიქიკაზე მნიშვნელოვნად აისახება. ემბრიონალური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, თქვენი უფლის კურთხევით, 64-ში გაცემული კურთხევით, რომ გამრავლდით ინაყოფიერად აასეთ ქვეყანა, ამის შემდეგ რა თქმა უნდა უკვე დიდება ღმერთს ღვთის განგებით ხდება ჩასახვა. მე ვიტყოდი არა მხოლოდ ფეხმძიმობისთვის, არამედ მანამდეც უნდა მოემზადონ მშობლები, ვისაც რომ ბავშვი აღზარდონ. ანუ ისინი უნდა გაემზადონ შვილიერებისთვის და ამ ჯურისთვის, რასაც შვილიერება ჰქვია. ჩასახვის შემდეგ უკვე ზუსტად როცა მოხდება კვერცხუჯის განაყოფიერება, ზუსტად იმ დროიდანვე უკვე არის ადამიანი პიროვნება. მაშინ უკვე ჩადებული აქვს უფალს ნიშან-თვისებები ადამიანის, როგორც უნდა იყოს, მისი ხასიათის, მისი თვალისფერი თუ თმისფერი, ყველაფერი ჩადებულია და ჩადებულია ისიც კი თუ რომელი გზა უნდა აირჩიოს მან სულიერი გადარჩენისთვის, ესა თუ ის გზა უნდა აირჩიოს, ხო? ეს ყველაფერი ჩადებულია. ამიტომ უნდა ვთქვათ ესე, რომ შვილები, რა თქმა უნდა, მშობლებისა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ისინი არიან ღვთისანი. მე ხდებიან ისინი, შემდგომ არიან ისინი უკვე მშობლების და აქედან გამომდინარე უნდა ითქვას ის, რომ თუ ასია, მაშინ ესე იგი მშობლებმა შვილები უნდა გაუზარდონ ღმერთს და მიჰგვარონ. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ეს თვისებები, რადგან მე ვილაპარაკე, ხო, ისინი უნდა გააღვივონ, ისინი მათ უნდა მისცენ განვითარების საშუალება მშობლებმა და აქედან გამომდინარე უკვე მათი ის კურთხევა ჩასახვიდან რაზეც აქვს უფლისგან, ეს უნდა განავითარონ მშობლებმა. თუმცა არის შემთხვევები, რომ მშობლებს უნდათ რომ ასენად შვილები ერთ თარგზე მოირგონ, რაღაცნაირად ისეთი უნდა იყოს, როგორც მე მინდა და როგორც ღმერთს უნდაც, ამიტომ ეს შეცდომაა და ასეთი ბრჭყალებში სიმკაცრე ალბათ არ ივარგებდა მშობლებისგან. შვილები უნდა აღზარდონ მშობლებმა მაინც ღვთის განგებით, ანუ ლოცვით, უპირველეს ყოვლისა საჭირო არის ლოცვა, რომ შეგვეძლოს ჩვენ შვილების მართვა. ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოდიან მშობლები ფსიქოლოგებთან, მღვდლებთან და ექიმებთან და ვეკითხებიან, რომ რა ქნა არ მიჯერებს. არის დაუჯერებელი, არის ესე იგი რაღაცა რთული ახსაზრდელი ბავშვია და მაშინ და ამ შემთხვევაში მშობლებმა უნდა მიხვდნენ იმას, რომ ჯერ თავად უნდა იყვნენ მორჩილებაში ღვთის წინაშე, ხო? და თუ თავად არ არიან მორჩილები ღვთისადმი და არასრულებენ უფლის კანონებს, მაშინ ლოგიკურია, რომ ვერც შვილებს არ მოთხოვთ, ხო, იმას რომ მათი მორჩილები იყვნენ. ანუ მაგალითით უნდა აჩვენონ ძირითადად, რა თქმა უნდა, შვილების აღზრდა მშობლებმა. მე ხაზი მინდა თქვენ მარხვა ახსენეთ და ჩასახვაზე ვილაპარაკეთ. და მე მინდა როგორც ექიმმა ამ სტატისტიკაც არსებობს, რომ გამოკლია, რომ მარხვაში ჩასახული ბავშვები მეცნიერულადაც უფრო ნაკლუები არიან. ამიტომაც არის, რომ ძეგლი ეკლესია მაინც თხოვს მცოლმე ოჯახს, რომ თავი შეიკავონ მარხვაში თოლქმური ურთიერთობისგან.
რა თქმა უნდა ეს არ არის ის რომ მაინდა-მაინც ესე იყოს, იმიტომ ყველა თავისი შესაძლებლობების ფარგლებიდან გამომდინარე ხდება ეს, მაგრამ რა თქმა უნდა უმჯობესია ესე იყოს, რომ ის ჩასახული ბავშვიც იყოს ღვთისგან კურთხეული ბოლომდე. რაც შეეხება კიდევ რა კითხვა მითხარით? ეხლა მამაკაცებთან ჩვენ საუბრობთ ყოველთვის მარხვის სულიერ მხარეს, იმიტომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. თუმცა აი როდესაც ბავშვებს ეხება, თქვათ აი პირველი ნაბიჯები, როგორ შეიძლება რომ მივიდნენ თქვათ ბავშვები, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, თუნდაც სულიერი მოძღვრის როლი ამ შემთხვევაში? ერთი მშობლები უნდა დაწყნარდნენ და დამშვიდდნენ. აი როცა გეუბნებიან ამ სიტყვას, რომ აი ძილადასაძელები არიან, აი ესეთები არიან ბავშვები, ესეთები მოურჯლებები არიან, ჩვენ მინდა რომ შევეკითხოთ, თქვენ რა გიყოთ მშობლებს, თქვენ ასეთები აი ხართ, თქვენ სულ გეჩქარებათ, სულ მოწყენილები ხართ, სულ დრო არა გაქვთ და რა ქნას იმ ბავშვმა, როგორ შეეწყოს ამას ყველაფერს, რომ აი მშობლები ასეთ დღეში ყავს. რაც არ უნდა სასულიერო სკოლებში ვატაროთ, თუნდაც საკვირაო სკოლებში ბავშვები, ხო თუ არ არის დედის და მამის პირადი მზრუნველობა და პირადი აღზრდა ბავშვებზე არაფერი არ გამოვა. დედის გული უნდა გამომდინარეობდეს ყველაფერი ის, რაც უნდა მერე ბავშვმა მოიმკას. არ შეიძლება ბავშვის მუდმივი ზეწოლა, არ შეიძლება სრული თავისუფლება, ხო, იქ უნდა იყოს ოქროს შუარედი არჩეული, თორემ მერე ბავშვები გევლინებიან რაღაც ახალ რევოლუციონერებად, ხომ? იმიტომ რომ თუ სულ ესე იგი არ შეიძლება, რატო არ შეიძლება სულ, ხო, ყველაფერი არ შეიძლება, ასეც არ შეიძლება. ამიტომ ასე უნდა ოქროს შუარედია მისაღები და ასე უნდა გაზრდონ ბავშვები მშობლებმა ლოცვით, რა თქმა უნდა. ეს შეეხება მარხვას შემთხვევაში პირველი შეკითხვა მაინც საკვებს უკავშირდება, ეს მაინც მეორადი უნდა იყოს. რა თქმა უნდა. და პირველი სხვა რამეა, როცა ლაპარაკი არის ბავშვის აღზრდაზე სულიერზე, მას მშობლებმა ისინი ბავშვები უნდა ატარონ ეკლესიაში, რა თქმა უნდა. ეხლა ნუმერირებიან იმას, რომ თუნდაც წირვის დროს ბავშვი გარეთ ითხოვს გამოსვლას, გამოიყვანონ, შეიყვანონ ისევე. ეს ხდება არ ერთდროულად უცებ, რომ ბავშვი უცებ გახდეს ეკლესიური, ამას მინდა მიჩვევა. ეს ძალიან რთული გზა არის გასავლელი, ხომ ისეა? ამიტომ ბავშვი უნდა ხშირად უნდა აი მისცენ მას ნება თვითონ დაათონ სანთელი ბავშვმა, თვითონ გასცეს მოწყალება თუნდაც ხო ვიღაცა ჩაუგდეს ის ხურდაფული იქა. უნდა ხშირად მივიდეს მამაოსთან და მაკურთხე მამაო დამლოცე, უნდა მიეჩვიოს ამას თქმა უნდა. ხო, აქაც როგორი ფსიქოლოგიური მიდგომა სჭირდება ყველაფერს, როცა არის ისეთი უბრალოდ დღეები, არა კვირა მაგალითად და არა სადაგი დღეები. ხო, იქ არის მაინც ერთფეროვნული სადილია, შეიძლება ერთფეროვნული მიდგომაა და აი განსხვავება უნდა იყოს კვირა დღეეს. აი მაგალითად ამას იმიტომ რომ დაძალება არ შეიძლება, გინდათ რომ წამოდი ეკლესიაში. იძულებითი ფორმა არ უნდა ქონდეს ამას იძულება, მაგრამ აი ნახეთ როგორ შეიძლება გავაკეთოთ. ხო, ჯერეთი ეს რა თქმა უნდა ლოცვით და სიყვარულით და ახსნა გამარტებით და მაგალითებით, რომ დედა როგორ ლოცულობს, მამა როგორ ლოცულობს, აი მეც მინდა ესე ვილოცო, ხო? და თუ პირიქით არის რომ მამა ეწევა თამბაქოს მაგალითად ბავშვიც ხო, აი თუ მამა ეწევა, მამა ხო ყველაზე უკეთესია. მაშინ იმას მაგალითები არიან პირველ რიგში ამ შემთხვევაში მშობლები. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ მათ უნდა ატარონ შვილები ეკლესიაში და თუნდაც აი განსხვავებული დღე ხო არის კვირა და მათთვის უნდა იყოს განსხვავებული რაღაცა შეიძლება არა ძირფასი მაგრამ განსხვავებული სამოსლით უნდა წაიყვანონ რაღაც საზეიმოთ ის გამოიკვეთოს და ბავშვის აღებეჭდოს თავის გონებაში თუნდაც აი მე მოსვლის შემდეგ სახში შეიძლება იმის საშუალება არ იყოს რომ ძირფასი სადილი გამზადოს ადამიანმა და ოჯახმა მაგრამ რაღაც შეიძლება განსხვავებული კერძი ხო შეიძლება იყოს ან მისთვის საყვარელი ნამცხვარი ბავშვი რაღაც ისეთი რომ აი მიხვდეს რომ ეს დღე განსხვავებულია ეს უნდა ჩაებირთოს მას თავში და თუ ასე ბავშვს გაზდიან მშობლები რა თქმა უნდა გაიზრდება ის მე შეხვდება სხვა გარემოსაც მაგრამ ეს ჩაბეჭდილი აქვს იმ ქრისტიანობაში და დასაბრუნებელი ექნება მას სად უნდა დაბრუნდეს აი თუნდაც იმ გარეცუდი ცხოვრებისგან ხო? დიახ, აი უწმინდესი ხშირად ბრძანებს ხოლმე და იხსენებს ბავშვობის პერიოდებს, ვთქვათ, როდესაც მიდიოდნენ ტაძარში და როგორი დამოკიდებულება იყო, რომ ვთქვათ, განსაკუთრებულად თუნდაც 60-დან გამომდინარე რას გაბრძანეთ. რა თქმა უნდა, თუნდაც უწმინდესი ციხე-ამას ვლაპარაკობს, იმიტომ პატრიარქის გახდა, იმიტომ რომ მისი მშობლები იქცეოდნენ, ასე ხო ის ხო ვერ გახდებოდა პატრიარქი რო ხონოდა მას ესეთი საფუძველი ხომ, რომ როგორ ყვება ხოლმე რომ შეძლია საგამოს როგორ ლოცულობდითო, როგორ ღებულობდით სტუმრებსო, როგორ ვაპურებდითო. თუნდაც სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს, დიახ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, ეს არის უდიდესი მაგალითი ნებისმიერისთვის. ნებისმიერისთვის ხომ, რომ მამა გვასხურებდაო ესო 99 საუნს გიკითხავდაო, გვასხურებდაო წყალსო და ჩვენ ვიძინებით და მე ისო კიდე ლოცულობდაო და ხა იმ არც იცოდებოდ რა ლოცულობდა მე, მაგრამ რა თქმა უნდა ხა ეს ესეთი. აი ამიტოც არის საფუძველი, აი საძირკველი იმისა, რომ ადამიანი მე ვინ გახდა, ხო? პატრიარქი გახდა და ყველა პატრიარქი ვერ იქნება, მაგრამ
იზრდება მორწმუნე და ცხონდება ადამიანი, ხო? და შეიძლება დიდი ადამიანის გაიზარდეს, ახლა მარტო პატრიარქობა ხო არ არის დიდი ადამიანობა, ხო? დიდი ადამიანობა სხვა მსახურებაც არის უფლის წინაშე. ამიტომ ჩვენი შვილები რომ გაიზარდონ კარგებად და დიდ ადამიანებად ღვთის წინაშე, არა სოციუმში თუნდაც ხო, აქაც ესეც ღვთისგან არის რა თქმა უნდა, მაგრამ აი ღვთის წინაშე რომ დიდი ადამიანები გაიზრდებიან, აი ამას ძალიან მნიშვნელობა აქვს და ეს უნდა გააკეთონ მშობლებმა. და ამას უნდა მიეჩვიონ, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ჩვენ მშობლებს რაღაცნაირად არ აქვს გადმოცემული თავისუფლებისგან, შეიძლება მაშინ კომუნისტური ხანა იყო, ხომ? რაღაცნაირად სხვა ზდა იყო მაინც, ხო, არა ქრისტიანული ძირითადად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მათ უნდა აიღონ ეს ჯვარი თავზე და უნდა შვილები ესე გაზარდონ. აი ფსიქოლოგები, დღევანდელი მეცნიერები თავისი გამოკვლევებით ამტკიცებენ იმას, რომ არ მოიძებნება ალბათ ან იშვიათად მოიძებნება ესეთი ოჯახი ქვეყანაშიო, სადაც მშობლები თავად არ ასახიშებდნენ თავის შვილებსო. ანუ სულიერ დაზიანება და ხო ამაზეა ლაპარაკი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მინდა მიმართო მშობლებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დამოკიდებულება შვილებთან, მათ დამოკიდებულებას აი თუნდაც აი ჩასახვა რომ ახსენეთ თქვენ. აი ადრე მართლმადიდებელი დედა რა შვებოდა, როცა გაიგებდა რომ ის მიდგომილი იყო, ანუ ის ფეხმძიმედ იყო, უკვე მას ეცვლებოდა თავისი ფსიქოლოგია. უკვე მან იცოდა რომ ვიღაცა უკვე თავის მუცელში იზრდებოდა. ესე იგი როგორ უნდა გაეზარდა სიყვარულით, ეფერებოდა, უგალობდა, სამუნებს უკითხავდა და უშვებელია ფეხმძიმებაში მშობლების ურთიერთ ჩხუბიან შელაპარაკება. ეს ყველაფერი აისახება, როგორც უკვე თქვით, აი მე მაგალითად ერთხელ ერთ ფსიქოლოგთან მქონდა საუბარი, როდესაც ვამზადებდი თემას და მაშინ ვთანა, რომ აი თუნდაც ადამიანს როდესაც ყველაზე მეტად უჭირს ის მწვება და იღებს ემბრიონის ფორმას, ეს იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტად ის მას ქვეცნობიერად ახსოვს, რომ ყველაზე მეტად დაცული იყო დედის მუცელში. და სხვათა შორის ექიმები ეხლაც გვირჩევენ ჩვენ დიდებსაც, რომ მიიღოთ ხშირად ემბრიონის ფორმა, რომ რამე თუ ეს ესე იგი პრევენცია არის გარკვეული დაავადებებისა, ესე ვთქვა, თუნდაც ფსიქოლოგიური სამართლად ხელმისაწვდომობა აქვს ამას, იმიტომ რომ ის ცხადვე რო იყო მუცელში იქ იყო სამოთხეში, კარგად იყო, ის ჭამდა, სვამდა, ხო? მერე გამოდის გარეთ ბავშვი, ხო? და უცებ ნახეთ ახლა ტენდენცია ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ გადაჭიანთ რა ჭიპლარს, ისევე დედას ასვამენ ინტუჩივე გულზე, რომ ის ერთობა არ დაირღვეს. ციებითაც კი და ისევ ერთად არიან დედაშვილი და ძალიან ცუდია ის რომ ბავშვები ცალკე ამყოფებენ საზღას და რაღაც არ შეიძლება ეს მაგრამ ბავშვი იყოს დედასთან ეს არის ღვთისგან დადგენილი და ფიზიოლოგიურად გამართლებული ყველაფერი ეს და ამიტომაც ეს მარხვაზე მიკითხეთ კიდე თუნდაც აი ასაკი თქვათ რომელი ასაკიდან შეიძლება რადგან ბავშვებს ვახებით მაინც კვების რაციონს ეთშევახოთ როგორც ახლა ღვთის განგებულებაში ეკლესიის განგებულებაში წერია 7 წლამდე მარხვას არ ითხოვს ეკლესია როგორც არც აღწერებას არ ითხოვს მაგრამ მინდა ისიც უთხრა მშობლებს რომ ყოველდღე ხორცის ჭამა თუნდაც 7 წლამდე ხო დამაზიანებელია ორგანიზმისთვის მე მახსოვს მე პედიატრიული ინსტიტუტი დამთავრებული და ჩვენს პედიატრიას გვასწავლდნენ მაშინ მახსოვს გეუბნებოდნენ ამას რომ როცა ბავშვი ანებებს ცუძუს თავს მას უნდა კონდეს აუცილებლად 2 დღე ვეგეტარიანული დიეტა ანუ ეს არის ელშევა და პარასკევი. ეხლა ისინი კი არა მოვიდნენ ელშევა და პარასკევი იყო, მაგრამ ის ხო ნამდვილად ესეა, ხო კვირაში 2 დღეს ვეგეტარიული დიეტა უნდა ყოფილიყო. ამიტომ ხა ხო კიდე მოდიან და მშობლები გეუბნებიან, რომ აი მამა მოზარდია, როგორ აჭამოს ხორცი, როგორ შეიძლება მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განუცხადო მშობლებს, რომ არავითარი გავლენა ზრდაზე ხორცის ჭამას არ აქვს. აბსოლუტურად ჩვენი წინაპრები იზრდებოდნენ ძირითადად ვეგეტარიანულად, თუმცა მცენარეული საკვებით, თუმცა რა თქმა უნდა ისინი უფრო ჯამთელები და უფრო ახოვნები და უფრო ლამაზები იყვნენ. ამიტომ ნუ შეეშინდებათ მათ რომ ხორცი არ მისცენ და არც არის აუცილებელი ხშირად თუნდაც ხორცი მისცენ მარხვაში, მეტად ამ დიდ მარხვაში. ჩვენს ახლა ოჯახში როცა ჩვენს მე მრავალშვილიანი ოჯახი გვაქვს, მაგრამ როცა არ კეთდებოდა ხორციანი საჭმელი ზოგადად არც ისინი ბუნებრივად ესე იგი არ ჭამდნენ ხორციან საჭმელს. თუმცა რა თქმა უნდა ხა ის თევზი და დისპეუტერი ბავშვს რა თქმა უნდა შეუწყოთ ხელი რომ შეიძლება თუ დაჭირდა მას რა თქმა უნდა ესე უნდა მივაწოდოთ. ეს უკვე მოძღრის კურთხევით ხდება ხოლმე მამა კონსტანტინე. 7 წლამდე? 7 წლის შემდეგ თქვა რომ 7 წლის შემდეგ რა თქმა უნდა ხდება მოძღრის კურთხევით როცა ადამიანი ჯამთელია და პატრიარქი გამოაცხადებს აკურთხებს ერს მარხვაზე მთელ ერს მაშინ რა თქმა უნდა დავიცოთ ისე როგორც წერია როცა ინდივიდუალური პრობლემები აქვს ეს იქნება ბავშვით ეს იქნება დასრული მაშინ უნდა მივიდეს მოძღვართან და მოძღვარი მას თუნდაც თუ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
ჯანმრთელობის პრობლემას ვლაპარაკობ, ხო რაღაც პრობლემა ჯანმრთელობის პრობლემა. თქო, ეხლა როცა ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აქვს იქ ჩიყვის ჰიპერფუნქციით, ხო, იმან რო არ ჭამოს, არ შეიძლება. ხო, ამიტომ ღმერთი ის კი არის, რომ დამდგუნავია, ჩემი კავანი დაიცავი და შენ ცუდად იყავი, ასე ღმერთი არ ეუნება ადამიანს, ხო? პირიქით, ღმერთი ყველაფერს აკეთებს ადამიანისთვის. და კიდე გამომდინარე, უფალი მოწყალია და მაგრამ აქ რა დილაპარაკი ნებართვა კი არ არის ეს კურთხევა. ეს არის გეხმარება იმ მარხვის დაცვაში და ამიტომაც ის თუ მოძღვარი აკურთხებს ადამიანს, ამა თუ იმ მარხვის შესუბუქებაზე, მაშინ უკვე რა თქმა უნდა ის მარხვის დარღვევა არ ითვლება და ადამიანს ისევე ეთვლება მარხვა, როგორც უნდა სხვა ასკეტურად მარხულობდეს. აქ ნებამდარე, ვიფიქრებთ იმას, რომ ან თუ და ბავშვიც უჭმელობით შეიძლება დაიჩაგროს, ან თუნდაც დიდიც დაიჩაგროს უჭმელობით და ასე შემდეგ ხომ და თუმცა მოდის ადამიანი და გეუბნება რომ აი შემისუბუქე მარხვა, იმიტომ რომ მე ავადავა რომ ან და მაგალითად არის ადამიანი უკვე 70 წელს და მეტი. უმოს მარხვა აღარ ჭირდება ესე თქვა. ხორცი რა თქმა უნდა ცუდია ისედაც რაც უფრო ადამიანს ექშის ხორცი მით უმეტეს ცუდია და ზოგადად ხორცი ხა ცუდი იმიტომ კი არა რომ უწმინდური იყოს და რაღაცა ჩვენ ყველაფერს როგორც უფალმა იცით თქვენ ეს ნება დართული გვაქვს მაგრამ თავად თუნდაც ხორცის მონელებას ხო მეტი ენერგია ჭირდება მეტი იმუნიტეტი ჭირდება ამაზე უფრო მეტი ადამიანის რესურსები იხარჯება ხო ვიდრე მაგალითად თევზის და თუნდაც რის პროდუქტების მონელებაზე და ხორცი რა თქმა უნდა არ ვაკურთხებთ თუ რა თქმა უნდა ესეთი დაავადებაა რომელსაც საჭირო არის ხორცი ჭამოს ადამიანს აქაც რა არის პრობლემა მაგრამ ძირითადად მოდიან მაგალითად ხანდაზმული ადამიანები და იმათ ხორცი და კვერცხი ხო დაღდგომას ხო და დანარჩენი პროდუქტები რა თქმა უნდა მათ უნდა ჭამონ იმიტომ რომ ჩვენ მარხვა რაში გჭირდება მარხვა ეს ხო გვეხმარება მეორადია მარხვა გჭირდება იმისთვის რომ ჩვენი სხეულის ვნებები დავსგუნოთ რომ არ ჩავარდეთ სულიერ ცოდვებში და ხორციელ ცოდვებშიც საბოლოოდ ხდება სულის განწმენდა რა თქმა უნდა როცა ადამიანს არ ჭირდება ეს თუნდაც ხო უკვე ხა 70 წელს და მე ადამიანს უკვე ხო ბევრი ცოდა თავისთვისაც მიდის ფიზიოლოგიურად ხო ესეა თუმცა უკვე რაღაც უნდა დაუნიშნოს ასეთი მკაცი მარხვა რომელიც პირიქით მის თუნდაც დაუძულებას გამოიწვევს ეს ხომ არ ჭირდება არაფერში აბსოლუტურად ასე ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ ის სასულიერო ლიტერატურა თუნდაც წმინდანთა ცხოვრება ძალიან ბევრი საკმაყოფილო გამოცემებიც არსებობს ამ ხრივ საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს თუნდაც ჩვენს მაღაზიათა ქსელში აი თქვენი რჩევები როგორი იქნება არა კონკრეტულად თქვათ ავტორი, არამედ გულისხმობ ბუნებრივია შინაარსობრივ. ავტორი თქვენი გვერდში ახსენეთ ძალიან კარგი ავტორი, ბერი პაისი, რომელიც გამოსულია თარგმნილია 5 ტომეული ქართული და მე მას ურჩევ ყველა მორწმუნეს, რამე თუ იქ ბერი პაისი ჩვენი თანამედროვე არის და ასახული აქვს მას მის წერილებში ის პრობლემები, რაც ჩვენ გვეხება პირდაპირ. და არ გვჭირდება ძველიდან გადმოთარგმნა და ამიტომ ძალიან კარგია. და აი ბრიანჩანინოვი ეგეთია კიდე ეგნატე ბრიანჩანინოვის ძალიან კარგი სწავლებები არის და წიგნები ზოგადად დიახ თუნდაც სახარებისეული იგავებია გამოცემული თქვათ ბავშვებისთვის დიახ ჩვენი გამოცემა ის 40-ივე იგავი გამოცემული დაემნამ განმარტა ბავშვებისათვის ეს ბახსიახლია და ამას რა თქმა უნდა ურჩევთ ყველა ბავშვს რა თქმა უნდა თუმცა ეხლა როგორ უნდა დავიწყოთ? ჩვენ უნდა დავიწყოთ მაინც პატარიდან, როგორც ბავშვი ძუძუს, მე ჩამბალპურს, მე კვილებია მო, მე აქაც სულიერებაში ეს ხაზი უნდა იყოს. სულიერებაშიც არსებობს სიჩვილე, ხო, როგორც ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მაგალითად ნათლობის დროს, ხო, როცა დიცას ვნათლავთ, ხო? აქ ლაპარაკია რომ აი შვილი ესეო, ხელითა შემცოდვილითაო, ხო? ესე იგი ეს შვილია მაინც, იმიტომ ის სულიერი მაშინ დაიბადა სულიერად. ამიტომ მithmetes პატარა ბავშვს როგორ ჭირდება რომ აი თანდათანობით მისი ეს სულიერი ძალიან დიდი სიფრთხილით. მე კიდე ვიმეორებ ამას. არამც არ შეიძლება რომ ბავშვს დავაძალოთ. რომ აი გინდათ რომ წაიკითხე. ან გინდათ რომ ეკლესიაში წამოდი ეხლა მე მიდონო წამოხვიდე მშობელიონება. ამას კი თავის საქმეა ბავშვებთან თამაშობს იქ ხო რაღაცა ხო. ამიტომ აქ უნდა მოხდეს კიდევ და კიდევ ვიმეორებ მაგალითებით, სიყვარულით და ლოცვით. აი მე ხაზი მინდა გავუსვათ რამეს კიდე რომელიც აი ჩვენი თანამედროვეების რაღაცნაირად საშინელებაა ეს არის კომპიუტერი და ის ტელეფონი რომელსაც ბავშვებს მიჯაჭვულობა ინტერნეტი მთელი უკვე სოფლიოში უკვე განყოფილებები შეიქმნა ფსიქიატრიული კლინიკებში შეიქმნა განყოფილებები ინტერნეტ დამოკიდებული როგორც არის მაგალითად ალკოჰოლიზმის დამოკიდებულება ხო ცალკე განყოფილება იქ არის სხვა განყოფილებები ფსიქიატრიულში ხო შიზოფრენიის განყოფილება სხვა აქ უკვე იქნება აი ამ ინტერნეტ დამოკიდებულების განყოფილებები და ის ბავშვები რომლებიც დამოკიდებულებები არიან ინტერნეტზე
ძალიან ცუდ შედეგებს იმკიან. სულიეზე ხო აღავლაპარაკობ უკვე. აი მე მოდიან ტირიან მშობლები და გაიცნიან რომ დაუმორჩილებლები არიან, არ გვიჯერებენ, არაფერს და პირიქით ისინი არიან უფროსები და ჩვენ უმცროსები, ისინი არიან ბრძანებლები ოჯახებში, მე თუ წამოიზრდებიან ხო? ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ამ კომპიუტერს და ასე ქვია ტელეფონს იგივეა ალბათ ხო რომ რეალური ურთიერთობები ჩაენაცვლება და რა თქმა უნდა მას რა ჯობია ნეტა ესე იყოს მაგრამ რახან ეხლა მას ჩვენ ვეღარ აღმოფხვრით და შემოსულია ჩვენ ცხოვრებაში უნდა გავუკეთოთ მაქსიმალური მინიმიზაცია ამას რომ ბავშვმა უფრო მეტი წიგნი იკითხოს უფრო მეტი ურთიერთობა მქონდეს ცოცხალი მშობლებთან და არა მხოლოდ ძიძასთან ხო ძიძა დიდის საგამოსიქ საათამდე ზის და მე მიდის და თუნდაც და დედასთან კავშირი ძალიან ნაკლებად აქვს ბავშვს, ამიტომ მე ურჩევდი ყველა დედას, რომ შეიძლება მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება ჩვენ შვილებს, ჩვენ გავზადოთ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ პირველი ლექსი, პირველი ლოცვა, დედობრივ სიყვარულს არაფერი არ შეედრება. ხომ წერია ზირაქის წიგნში წერია, რომ მამის ლოცვითო საზირკველი სახლის დაემკვიდრებაო და დედის წყევლითო ბოლომდე ინგრევა ეს საძირკველიო და არავითარი წყევლა, არავითარი ეს ცუდი აურა და ყვირილი, ხო როგორც იქცევა დედა, ისე იქცევა შვილიც. ყვირის ისიც თავის თოჯინას უყვირის. ესია საჭირო დედა ხო ყვირო და ეს უნდა უყვირო. აი მაგალითები და მაგალითები ისე და ისე რომ ჩვენ უნდა ავზადოთ ჩვენი თავი. მე რო უნდა მივხედოთ ჩვენ შვილებს, მე ესე ვფიქრობ, ხო? ასე უნდა იყოს ეს შეწევნით, რა თქმა უნდა. კეთილი. მამა კონსტანტინე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესოა ხოლმე თქვენთან შეხვედრა და ჩვენ მეც ვიტოვებ, რომ კიდევ მომავალში გვექნება საშუალება სხვადასხვა თემებზე ვისაუბროთ და მოგესმინოთ ხოლმე რა. როგორც მოთინებებს. ძალიან დიდი მადლობა, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. შუა დღეს კი ვაგრძელებს გადაცემის მეორე ნაწილი გვერდის წინ არქეოლოგიური ოთხშაბათობები, ეს არის ეროვნული მუზეუმის ახალი პროექტი. სწორედ ამ პროექტზე ვისაუბრებთ უკვე ჩვენს გადაცემის მომდევნო სტუმართან.